რუსეთში ჯავახეთის დიასპორის მოთხოვნა სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედების შესახებ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ქობულეთში გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საგულისხმოა, რომ ეს მოთხოვნა არა საქართველოში და სომხეთში მცხოვრებმა სომხებმა წამოაყენეს, არამედ რუსეთში მცხოვრებმა დიასპორამ. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის მოთხოვნაში გადაიზრდება და ამ პროცესებს განსაკუთრებული სიფრთხილეთა და ყურადღებით უნდა მოეკიდოს საქართველოს მთავრობამ. აჭარაში ასლან აბაშიძე დიდი ხანია ამ თემით სპეკულირებდა და ჩვენ თვალდა და ხელშუა გვაპარებენ ახალი სეპარატიზმის იდეას, გვინერგავენ ამას და ერთმანეთთან ყველაფერი კავშირში. აფხაზეთიდან რკინიგზის გახსნა საქართველოს გავლით სომხეთზე, რაც დღევანდელ ეტაპზე ფუნდამენტურად ეწინააღმდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მეორე ეს არის, როდესაც ჩახალიანი გამოუშვეს ციხიდან და ახლა ისე გადავხედა, რომ ყოველდღე აკეთებს განცხადებებს და დაიწყო ორგანიზება და მათ შორის შემოტევა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე და ეხლა ეს თემა თავისუფალი ეგრეთ წოდებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის. უნდა ნებისმიერ ფასად შექმნა რაღაც სახის ადმინისტრაციული ერთეული ჯავახეთში და თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა აქ არის, რომ შეიქმნას ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული და როცა უკვე შეიქმნება ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული, უკვე მოითხოვონ მისთვის ავტონომია და მოითხოვონ ალბათ შემდეგ მისი დამოუკიდებლობა საქართველოს გამოყოფა. სხვა ამას არაფერი არ ქვია. ჩვენ გვინდა რომ თავის საქართველოს განვითარდეს და საქართველოში ის კი არ ვიძახოთ, რომ თქვა ეხლა მე-9 ადგილზე ვარ და ამ ადგილსაც დავუკრავოთ, ქვემოთ ჩავალთ. პირიქით საქართველოს წავიდეს ამ რეიტინგებში წინ, ყველგან იყოს სათანადო ეკონომიკური პირობები, მაგრამ როგორც კი ჩვენ შევდივართ ამ დისკუსიაში, რომ შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული თავისუფალი ზონის სახით და თან დააკვირდით ვინ ამბობს. ამას ამბობს არა სომხეთის სომხები. არა სომხეთის მთავრობა. ამას ამბობს არა თუნდაც მასობრივად ადგილობრივ საზოგადოება, რომელსაც ჩვენ გავუკეთეთ ჰესები, ახალციხეში ავაშენეთ ამხელა დიდი ტურისტული ცენტრი, იქ უზარმაზარ რკინიგზას ვაშენებთ, გზები ავაშენეთ. ამიტომ მათ ნახეს განვითარების სარგებლობა. ამას ამბობს რუსეთის ეგრეთ წოდებული სომხური დიასპორა. ესე იგი ეს რას ნიშნავს? მოდის ის ინიციატივა ისევ რუსეთიდან. ზუსტად ის რასაც ვამბობთ, რომ ეს არის ერთი გეგმის ნაწილი და ეს არის რაღაცა ერთი ფაქტიურად და საქართველოს მთავრობამ ერთი ჯაჭვი და საქართველოს მთავრობამ უნდა ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს არ დაუშვას. ამაზე ეს სხვათა შორის ლაპარაკი და სხვათა შორის წაყრუება ესე არ გამოვა. ეს არ არის ჩვეულებრივი საკითხები და ჩვენ ეს უკვე გავვლილოთ წინა წლებში. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები და არ ვეთანხმებით ყველაფერს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა მიუნხენის სამიტზე. საქართველოს ამერიკა-რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრისას ბაიდენმა გამოსვლაში ჩამოთვალა სხვა საკითხები, რაშიც არსებობს უთანხმოება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, კერძოდ სირიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის, ნატოს გაფართოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართებაში. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები ურთიერთობებში. ჩვენ არ ვეთანხმებით ყველაფერს. მაგალითად არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს ყველაფერი ჩვენს პოზიციაში რჩება და ის არ შეცვლილა. ჩვენ გვაქვს სერიოზული აზრთა სხვაობა სირიის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის, ნატოს გაფართოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან მიმართებაში. ეს უთანხმოებები რეალურია, თუმცა ჩვენ ისევ ხედავთ რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის აგიტატორობაში ადანაშაულებს და მიუთითებს, როგორ გააშუქონ კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე მოვლენები. ხუთ თქვენეთ რამეს ჟურნალისტებს, თვითონ რუსთავი ორსაც და სხვა ტელევიზიებსაც, რომ თქვენ ამ ქვეყნის შვილები ხართ. რეალობა კარგად შეაფასეთ და არავის აგიტაციაზე არ ემუშავოთ. თქვენ თვითონ ინდეთ ახლა იქვე დაბრუნდეთ, ახლა თქვენ გაჩვენებთ თქვენი კითხვის უსუსურობას, რომ თქვენ იმ აგიტაციაში ზრიხართ ზუსტად, რასაც გიგეგმავენ. აბა გაიმეორეთ ახლა რა გნებავთ და გუშინდელი გაიხსენეთ ოღონდაც, რაც გიპასუხეთ და იმის შემდგომ გაგრძელება ნახეთ. თქვენ გონიათ ჟურნალისტებს ყველაფერს უფლება გაქვთ და თქვენ არ შეიძლება შეგეკითხოთ. მე გეკითხები თქვენ და გიბრუნებთ და გახსენებთ, რომ თქვენ აგრძელებთ აგიტაციას. სიცრუეში გინდათ ამყოფოთ მოსახლეობა და მე გთხოვთ თქვენ ახალგაზრდები ხართ, აი ორივეს თქვენ ოპერატორებს არ ეკითხებიან, პრინციპში ისინი იღებენ, რომ თქვენ მიაქციოთ ყურადღება, რომ სიცრუეს არ მოემსახუროთ. აი ეხლა გუშინდელი ინტერვიუს შემდგომ თქვენ აგრძელებთ ისევ რუსთავი ორს უჭირავს 2 დღე აგიტაცია, რომ იშლება კოალიცია და რაღაც საშინელება ხდება. არაფერი არ ხდება. აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს ამ დროს კოალიციაში.
კოალიცია ქართული ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის უმრავლესობას ვერ აგროვებს. ამ ფაქტს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ადასტურებს. მან განმარტა, რომ კოალიციის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული ბერკეტები, რითაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო წარმომადგენლებზე შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა, თუმცა კოალიცია ამ ბერკეტებს არ აამოქმედებს. ამის შესახებ საგანელიძემ თოქ-შოუ პოზიციაში სტუმრობისას განაცხადა. დღეს სამწუხაროდ ისევ ერთი კაცი ზემოდან თითის დაქნევით წვიტავს ვირმიცეს ხმა მის ნაწილში და ვისა საბედნიეროდ დღეს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად აფასებენ სიტუაციას, მე უმცირესობაში გულისხმობ, მაგრამ მათ ჯერ კიდე არ აქვთ იმის უნარი თუ ვაჟკაცობა ნაბიჯი გადაგან, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება მათ შესახებ მთელი დოსიეები არსებობს და მე ამას ყველაფერს ამოუყურია. საკონსტიტუციო უმრავლესობა რო გჭირდებოდეს ჩვენ, აი პრინციპული თემა რო იყოს რა, რომელიმე რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გჭირდება. ხო, მაშინ ამცირებებს როგორ მიიღებთ? აი იმდენი ბერკეტს ავამუშავებ 1, 2, 3 დღეში, ბევრი რამე ვიცი რომ 100 ხმას კი არა. რა ბერკეტებს გულისხმობთ? აი თუნდაც ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებიც გვასწავლეს ნაცმოძრაობამ წლების განმავლობაში. მაგრამ ამის გამო არ გავაკეთებთ არასოდეს. უამრავი კაცი გადაიმსახურა და ფაქტურად წააგეს საკონსერვატივი ასეთი არ გჭირდება, მაგრამ პირიქით არსებობს თემები, რომელშიც კარგად უნდა გამოჩნდეს ვინ სადადგას და როგორ და რანაირად. პრინციპული რო იყოს რა კანონის საკონსტიტუციების მიღება, ბატონო დათო, იგი შეიძლება ბერკეტები ამუშავოს უმრავლესობას. არა, აი როცა ავამუშავებ, მაშინ ეგ მითხარი რომ რა თქმა უნდა რო გვინდოდეს ჩვენ ახლა ამუშავება, აი ხელის გადაგრეხა, ფეხის გადმოგრეხა, ამას ავამუშავებდი და სულ ყველა ხმას მოგცემდა. 150-ვე შეიძლება. თუ 150 არა, ბოდიში 140 მაინც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც ბოლო დროს ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჩილეს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. საბჭოს დასრულების შემდეგ ლუკა კურტანიძემ განაცხადა, რომ მასსა და თემურ ყაზარაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტი ამოწურულია და ის მზადაა ყაზარაშვილთან ერთად ითანამშრომლოს. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო იმ მწვრთნელების საკითხზე, რომლებიც ლუკა კურტანიძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. ჯერჯერობით სამეთვალყურეო საბჭო პრეზიდიუმის რიგარეშე სხდომის მოწევას არ გეგმავს და სიტუაციის დასარეგულირებლად დროს ადლევს. კი, მე შეურაცხყოფა მომაკენა, მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს ჭიდაობის ოჯახმა. რაც შეეხება ლუკას დარჩენას თავის თანამდებობაზე, ეს მორალური უფლება მე მგონი, მე ჩემი აზრით და ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქეს და ჭიდაობის სამყაროს იძახის, რომ არ აქვს მორალური უფლება დარჩეს. მაგრამ თუ დარჩება ის თანამდებობაზე, მე ყველას იმას ვეთქვი, ვინც მას უჭერს მხარს, მათ აიღონ პასუხისგებლობა მომავალ მის ნაბიჯებზე. ჩემი პროგრამა იყო, რომ ჭიდაობის ოჯახი გამოერთიანებინა. და ამ გზით მე მდივარ, თუ რამე ნებათა ღელვა არის, მე შემიძლია რომ ყველაფერი მივიღო, შევისმინო, არა მარტო მოვისმინო, შევისმინო და ამ შესმენიდან გამომდინარე ერთობისკენ გადავდგა ნაბიჯი. იმდენად დაურეგულირებელი, რომ ახლა გვიწევს ყველაფრის დარეგულირება, სამართლებრივ ჩარჩოში მისი მორგება და როდესაც ეს ხელშეკრულებები, კონტრაქტები აბსოლუტურად ყველაფერს სამინისტროსთან ერთად ამას ყველაფერს მოაწესრიგებთ. ეს დავის საკითხი, ჭხობის საკითხი მოგვარებადია, იმიტომ რომ ურთიერთ შეიძლება ხდება ასეთი ამბავი და შეიძლება მოხდეს შერიგება, მაგრამ ეს მიბმულია უშუალოდ იმ კონფლიქტთან, რომელიც უფროს მცველებთან დაკავშირებით არის. არც ისინია გადასაგდები ხალხი და არც ეს ახლები, ბრწყინვალე ბიჭები არიან, რომლებიც უკვე შეცვალეს, მაგრამ დარღვეული იურიდიული უფლებები და აი აქ შეცდომა დაუშვიდა, ამ შეცდომის გასწორებაში გჭირდება იურისტების დახმარება. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მთავრობის შეცვლას 4 წლის განმავლობაში ვერ დაელოდება. მერაბიშვილმა ეს განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყობა, მაგრამ მთავრობას ქვეყნის დასუსტების საშუალება არ უნდა მიეცეს. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევიწროვდეს და მისი შეცვლა დაჩქარდეს. რაც შეეხება ფორმებსა და საშუალებებს, მერაბიშვილის თქმით, ამას დრო გვიჩვენებს. ეს თავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ეხლა ეს ყოფილიყო შედარებით ნორმალური, ხო? ეხლა რა ვიცი, ვინ თქვა ახლა არ ვიცი, თუნდაც ეხლა იქ გაჩეჩილაზე იყო საუბარი, ხო? ეხლა მე გაჩეჩილაზე კაი აზრის არა ვარ.
მაგრამ აი გაჩეჩილაძე რო ყოფილიყო თქვა ესე შეიძლება ადამიანს გეთქვა რომ რა ვქნათ ახლა 4 წელიწადი დაველოდოთ პირობითად ვიძახი ახლა გაჩეჩილაძე ესე მოვიყვანა ვიღაც ადამიანს მოეგო არჩევნები და იტყობთ რომ დემოკრატიული ქვეყანა 4 წელიწადი დავიცადოთ 4 წელიწადი ჩატარდება არჩევნები მას ნორმალურია და შეიძლება კარგიც ყოფილიყო რაღაც გაგებით რომ აი ქვეყანაში ესე ვთქვათ კონკურენციის პირობები მაგრამ ამ თავრობას ჩვენ პირდაპირ ვიძახით 4 წელიწადს ვერ ვაცლით რასთვისაც ის არ ნიშნავს რომ ჩვენ ახლა მივუვარდებით ხვალ და გადაწყვეტილებას მოვაწყობთ სახელმწიფოს და ჩამოვაგდებთ მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება სრულფასოვნად ანუ ის გეგმები რაც ახლა გამოჩნდა აქ რომ საქართველოს ну როგორც მინიმუმ დასუსტება მე აღარ გავაგრძელებ ხა რუსეთთან და დსთ-თან ურთიერთობას არ უნდა დაუშვათ და ეს არ ნიშნავს რომ თქვა აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება თუ ხელისუფლებაში მოხვიდე ხელისუფლებაში მოსვლის სხვადასხვა ფორმები არსებობს რეალურად საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება მისი ინსტიტუტების დასუსტება სახელმწიფოს იმ ინსტიტუტების რომლებიც რეპრესიულია გადაბირება ადამიანების მე მინდა გითხრათ ხა ჩვენ 2003 წელს სანამ რადების რევოლუცია მოხდებოდა ნაწილობრივ ვიყავით ხელისუფლებაში იქ აკონტროლებით მერიას ინიციატივა ქონდა ქუჩაში გახსოვთ ხო ასე ვთქვათ ანუ ჩვენ რაღაც ფორმით ხელისუფლებაში უკვე უნდა დავიწყოთ ეტაპობრივად დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება თუნდაც ის ფაქტი ერთი ფაქტი დღეს ამ თავრობას და საზოგადოების დიდ ნაწილს აქ განცდა რომ ქუჩას ესენი აკონტროლებს ქუჩას აღგულისხმობ თქვა მიტინგებს დღეს ესენი ატარებენ ხო აი დღეს რომ თქვა ქუთაისში მაგალითად ის ანუ ხელისუფლების მიტინგებს ატარებს ერთი უკვე სუსტია ანაწილულია მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შეტევაზე ვერ გადავედით ჩვენ ნაბიჯ უნდა შევავიწროოთ ეს ხელისუფლება და არ მივცეთ მას საშუალება ან დავბლოკოთ მისი დესტრუქციული ქმედებები ან დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების სრულება როგორი ფორმით ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება რომელიც ჩვენ გვექნება დღეს ჩვენ ვართ ასე ვთქვათ დაკავებული შენარჩუნებით იმ რესურსებით რაც გვქონდა გამხნევების ადამიანების გარკვეული ბუნებრივი სეზონიც არის ახლა ზამთარია და მოგეხსენებათ ეს ქუჩის აქციები მასობრივი ჯერ ადრეა მეც ვუნდათ რომ ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ასე ვთქვათ როგორც ვირტუალური ასეთი პირდაპირი ქმედებების რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას ლეიბორისტული პარტია მთავრობის მიერ პრემიების გაცემას აპროტესტებს. ლეილა გაფრინდაშვილის განცხადებით ქართულმა ოცნებამ დაპირებები არ შეასრულა და უკანონო ქმედებებით ნაციონალურ მოძრაობასაც გაუსწრო. ლეილა გაფრინდაშვილი მთავარი კომიტეტის წევრების მიერ პარტიის დატოვებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით 6 წევრის გამოკლება პარტიისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება და ლეიბორისტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ძალიან დიდი დაპირებები მისცა ქართულ ხალხს და დიდ ოცნებებში ჩააგდო, პირში ჩალა გამოავლო, თავის დაპირებები არც ერთი არ შეუსრულა, მაგრამ სამაგიეროდ თავის თანამებრძოლებს, თავის აქტივისტებს, რომლებიც დღეს ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, რეკორდული სისწრაფით გაუსწრო ბატონ სააკაშვილს და თუ სააკაშვილი კვარტალში ერთხელ აბრიგებდა ან თვეში ერთხელ პრემიებს, თვითონ უკვე ორჯერ და სამჯერ დაერიგეს პრემიები. ჩვენი პარტია ჩვეულებრივად აბსოლუტურად იმ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რა რეჟიმში ჩვენ მუშაობდით. მართალია ესენი წავიდნენ, მაგრამ ისინი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლები არიან. სოფელ კონდოლის მოსახლეობის ნაწილი ფულადი კომპენსაციების გაცემას უსამართლოს უწოდებს. აქციის მონაწილეების თქმით მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2012 წლის 19 ივლისს ტიქით დაზარალებულები არიან, სიაში მაინც არ აღმოჩნდნენ. მოსახლეობა საკითხით დაინტერესებას ბიძინა ივანიშვილს თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონდოლელები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მოსახლეობის ბრალდებებს რაიონში გამგებლის მოადგილე გამოეხმაურა. დავით ნაპირელის განმარტებით დამატებითი სიების დამუშავება ამ ეტაპზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დაზარალებული ოჯახი ფულადი ანაზღაურებით ყოფილდება. მოჯახს პირადად სუნთლეთ უარი უთხრეს, არ გეკუთვნითო. სახლიც დამიზიანდა, ძალიან არის სახლი დაზიანებული. და თქვენ ხო შეგკვირდით, რომ უკმაყოფილოს არავის დაგტოვებდით და ახლა რა მოხდა ისეთი, რომ დიდრებ მაიგეს ეს თანხები და ჩვენ ესე დაგვარჩინეს. ხალხი არ გავჩერდებით, სოფელი არ გაჩერდება. ვიჩივლებ ჩავალთ თბილისამდე ბატონ ივანიშვილის აჯანყებას მოვაწყობთ რომ იქნებ სამართალი სადმე გავიგოთ ჩვენა. ნუ თუ იმის ღირსი არ ვიყავი ან ჩემთვის ან ამოდელა ხალხისთვის რამე ერთი ორი კაპიკი გადმოეგლოთ ჩვენთვის. სიები მოდის ეტაპობრივად, შეიძლება რაღაც ეტაპზე ვინმე არ იყოს სიაში, ვისაც აქტი არის შედგენილი უკვე
ეს ჩამოდის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და რა დროსაც შეგვატყობინებენ, ჩვენ შეტყობინებას უგზავნით სოფლის წმუნებულს და შესაბამისად ის სიას გამოაკრავს და ვინც იქნებიან ამ სიაში ისინი წამოვლენ ბანკში თანხის ასახებად. მკვლელობა თბილისში ათონელის 31-ში წუხელ მოხდა. მეზობლების თქმით 18 წლის მარიამ არაქელოვა ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით სადარბაზოში მოკლა. რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გოგონა ათონელის 31-ში დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მე და ჩემი მეუღლე გამოვიქეცით მოვედით. ამ გოგოს როგორ არ ვიცნობდი, ანგელოზი ბავშვი იყო და ამ მოხდა, როგორ მოხდა, ვერაფერს ვერ გეტყვი. გონი შეყვარებული იყო და ეჭვიანაო რა, არ ვიცი. მოიტანეს ამბავი რომ სადაზბაზოში დახვდაო და დაახჩოო და მე დედამის დაუძახა დამეხმარეო რა.